გიგი უგულავას დაკავებამ ნაციონალურ მოძრაობას ერთი დღით ბაჩუ ახალაიას პროცესიც დაავიწყა. საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებულ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განხილვა გრძელდება. დღეს 7 მოწმე დაიკითხა ყოფილი პატიმრები, რომლებიც 2006 წელს იხსენებდნენ. ისინი პასუხობდნენ შეკითხვას, იგეგმებოდა თუ არა გაქცევა ციხიდან, რასაც 3 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ბაჩუ ახალაიას გაღიზიანება ყოფილი პატიმრის მამუკა ბეჭვაიას ჩვენებამ გამოიწვია. დაზარალებულმა ბრალდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს საშილახსრულების მეშვიდე დაწესებულებაში პატიმრების წამების და ცემის ორგანიზებაში დაადანაშაულა. ყოფილი პატიმრის განცხადებით მსჯავრდებულების წამების მიზანი პატიმრების გაქცევის პროვოცირება იყო. ახალაიებს სურდათ ეს ფაქტი ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაეკავშირებინათ. Adonavacion, then we had Chais, when we said I said, which very simple, the health of the Naguesias. So, well, we can't hear in Kurdebis, Cyrus Ganamo, Provincial Parties, Raimisakis, Mat Me, Quendan, Raimisakis, Thomas, Dagma, others would say, that's a miracle. Sherlock is real, such many are Japan, and such many are Punya, Pulari, Boy, it's real. ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება კიდევ 3 ყოფილმა პატიმარმა მისცა. მათ ახალაიას და მეგის ქარდავას ხელმძღვანელობით წამების დეტალებზე ისაუბრეს. პატიმრების ცემის ფაქტი დაადასტურა მეშვიდე დაწესებულების თანამშრომელმა ბესო ბიწაწემაც. ხადენ დასაცმელი დაგვაგვეს იარაღები და მოწყალოთ იყო დაახლოებით 15 წუთით ცემა. ძანება იყო ბაჩანა ახალაიიდან, მაგით იღებდა მონაწილეობას, იღებდა მეგის ქარდავას მონაწილეობას და სპეცნაზს. ამასობაში კიდე ბაჩუ ახალაია რაღაცებს იძახდა, რომელიც ეს რაღაცები იყო, რაღაც იარაღები დაუყარეთ, მოკალით. ქურდებს პატივს შენ. როგორ? ქურდებს პატივს შენ. ქურდებს ახლა ესე შეკითხვას მეუნები, რომ ქურდებს პატივს შენ რა შეკითხვა, ვერ გავიგე. ადამიანები არ არიან? მე როგორც ადამიანი ისევ შენ პატივს. როგორც ადამიანი. ხო, ჩაიწუხებოდი. არა, ხო, არა და მე გეკითხები ქურდებს. ხო, როგორც ადამიანი კი. მოწმეებმა ყველა კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებაში მიცეს დაახლოებით ერთგვარი ჩვენებები და რაც შეეხება განსხვავებას, მე ვიტყოდი, რომ არსებითი განსხვავება ნამდვილად ჩვენებებს შორის არ არსებობს. მაგალითად, მეგის ქარდავას ასახელებდნენ, რომ ცემდნენ მეშვიდე დაწესებულებაში იმ დროს, როცა ის აღარ იყო ციხის დირექტორი. ასევე ბაჩუ ახალაია ნახეს ტელევიზორში ნოემბერში, როცა ის დეკემბერში დაინიშნა დეპარტამენტში და ეს ის დეტალებია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანების ჩვენება არ არის გასაზიარებელი. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა სასამართლოში ხვალ განახლდება. იგეგმება ციხის 2 თანამშრომლის დაკითხვა. ბრალდების მხარე ამით მოწმეების დაკითხვას დაასრულებს. რის შემდეგაც დაცვის მოწმეთა დაკითხვა დაიწყება. 2006 წელს ნავთლუღში ჩატარებული სპეცოპერაციის ოფიციალურ მიზეზად მაშინ ციხიდან პატიმრების გაქცევის ორგანიზება დასახელდა. ხელახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ პატიმრების გაქცევის მცდელობას ადგილი არ ჰქონია და პროვოცირება ახალაიებმა საზოგადოებაში შიშის დასანერგად მოახდინეს. 3 აჭარელი ახალგაზრდა კი უდანაშაულოდ ჩაცხრილეს.